600-ზე მეტი სტუდენტი მყოლია და დღეს გეტყვით ყველაზე დიდი პრობლემებს, რაც კი გადავაწყდი ამ 2 წლის განმავლობაში მოსწავლეებიდან და ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დამინახავს მათში, რამაც ისინი წარუმატებლობისკენ გააგზავნა, ესე ვთქვათ რა. რატომაც ამას ვლაპარაკობ თქვენთან, მინდა რომ იცოდეთ თუ რა თვისებები ადამიანის, რა თვისებები აფერხებს მას, რომ წარმატებისკენ მივიდეს, ესე ვთქვათ რა. მოკლედ პირველ რიგში და ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩემ წარმატებულმა მოსწავლეებმა შეამჩნიეს სხვებში ასევე, იმიტომ რომ კონტაქტი რა თქმა უნდა ყველას ერთმანეთთან გვაქვს, არის ის, რომ ყველას ყველაფერზე ლანგარზე მორთმეული უნდა. ანუ თუ შენ პიროვნულად ადამიანს რა რაღაცის სწავლა გინდა ისეთი ღირებულის, როგორც არის ტრეიდინგი, ხო? გაძლევთ მით უმეტეს წლების განმავლობაში რა ინფორმაციას გვაქვს დაგროვებული და ამ ინფორმაციას გაწვით, იმიტომ რომ მე პირადად რო გითხრათ მე რომ ესეთი ინფორმაცია მქონოდა, რაც არ ტრაბახობ რა, არ გიგონოთ ეგ რა, გულით გელაპარაკებით, მე პირადად რა ინფორმაციას, რაც მე გავუცემ ეგ რო ესეთ მოკლე დროში ვიღაცას აეხსნა, არ ვიცი, ძალიან ბევრად უფრო წინ ვიქნებოდი საქმეში რა, მაგრამ მე რაც განმასხვავებ ეს სხვებისგან, ხო, წარუმატებლობისგან, ესე ვთქვათ, ხო, არის ის, რომ მე არ მეზარება რაღაცის მოძიება, არ მეზარება ინფორმაციის გადამოწმება. გადამოწმებაში გულისხმობ, რომ ესა მარკეტზე შესვლა, ნახვა, გატესტვა, დამახსოვრება, ვარჯიში, პრაქტიკაში გამოყენება, ხო, ანუ ეს ცოდნას რომ რაღაცას ჩაგძახებენ, ხო, ის შენ უნდა გამოიყენო, თორე, ანუ ერთ ყურში შევა, მეორეში გამოვა და ვსო, ხო, ანუ თუ პრაქტიკაში არ გამოიყენი იმასაც გეუბნებიან და ასევე რაღაცა ელემენტარულები, რაც არის შენით მოძიება არ გინდა და ტრაკის აწევა არ გინდა, ხო, და ლექციას გონია რომ ლექციას დაესწრები, მოისმენ და ვსო, უკვე ფულის დაწერა იწყება, ხო? ძალიან შორს ხარ, რაც კი ცხოვრებაში ხდება რა. როდესაც ესეთ რთულ გზას ადგები და როდესაც გინდა რომ ორი წამი. ხო. როდესაც გინდა რომ ესეთი რთული საქმე შეისწავლო, ხო? entrepreneurship რასაც ქვია, ხო? ეხლა ეს ინგლისურად გამოვიყენებ ამ სიტყვას რა. იქნება რაღაცა სირთულეები, რისი გადალახოს მოგიწევს. ამ სტუდენტებს ძალიან ბევრს გონია რომ ეს გზა მარტივი იქნება, ხო? რაც რა თქმა უნდა რეალობა არ არის. ის გამოც სწავლობთ, ხალხო, არის ისეთი შედეგი იდება ამ საქმით, ისეთი რეზულტატებია, რომ თქვენთვის მით უმეტეს საქართველოს ხელფასებთან შედარებით არის არ ვიცი, გამოუგნებელი, რომ მსგავს შედეგი თქვენ თავზეც გამოსცადოთ და თქვენ მასეთ შედეგზე მიხვიდეთ რა. აი ძალიან ბევრი სტუდენტი გვყავს, რა თქმა უნდა, ისეთი, ჩემი აზრით აქტიური სტუდენტები უფრო მეტია ისეთი, ვინც უკვე საღონებაზე არიან და დალაგებულები არიან, ვიდრე ეს წარუმატებლები ვინც არიან. რა წარუმატებლებში ასევე ისინი გამყავს რა, ვინც დაიწყეს, 1-2 დღე მოისმინეს ერთულად და მე თავი დაანების რა, მაგრამ ისეთები, ვინც რჩებიან, არ ნებდებიან და ბოლომდე მიყავთ საქმე, ხო? მასეთ ხალხი ჩვენთან ძირითადად აი ისეთ შედეგებს, რა შედეგის ონლაინ გვაქვს ჩვენზე ნანახი რა. აი იცით რა მაინტერესებს? ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ აი ესეთ შედეგს ხედავენ, რომ მოსწავლეები რომელმაც, რავი, ჩოლბათ რა ინფორმაციასაც თვითონ იღებენ, ის ინფორმაცია მიიღეს ამათაც, ხო? ესეთ შედეგს ხედავენ. ხო? აი რა ვიცი, $10,000 აკეთებენ მოსწავლეები თვეში, 5,000, 6,000, 7,000 შეულობენ, 1,000, 2,000, ხო? აი სიტყვა და აი $13,000 გაკეთებული. ამის მერე კიდე ერთ კვირაში ერთი მაგდენი გააკეთა, ხო? ესეთ შედეგს ხედავთ. მოსწავლეს მოგმართავთ და ასევე ხალხს რა, ვინც მისმენთ ახლა და თუ გინდ ჩემი უფასო მენტორშიპით გადიხართ და ჩემი მოსწავლედ მასე ითვლებით რა. ესეთ შედეგს ხედავთ და თქვენ აი ვერ დავიჯერებ, რომ ამბობთ და გადაწყვეტილებას იმას იღებთ, რომ საკმარისად არ იშრომოთ და საკმარისად დრო არ დაუთმოთ და ის რაც გასაკეთებელი არ გააკეთოთ. ეს ხალხი ამ ხალხს რა წარმოდგენა აქვს ცხოვრებაზე, ეგ სად ისწავლეს, მე არ ვიცი რა. აი რატო ამბობ ამას? ბევრმა შეიძლება მითხრათ კიდევაც, რომ შენც ხო იყავი მაგათ ადგილას, შენც ხო გაგივლია ეგ გზა, რატომ ფიქრობ მასე მათ დახმარება სჭირდებათ, ანუ მოდი მომისმენე, შეხედე, ცხოვრებაში არ მიფიქრია, ხო, როცა უკვე პასუხისმგებლობას დავიწყე ფიქრი, როცა უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ უნდა განვითარდე, ფული უნდა გავაკეთო, უნდა ვიშავო, რაღაცეები არაც დასალაგებელია ჩემ ცხოვრებაში, ხო? ცხოვრებაში მაგ აზრზე რომ დავდექი, მაგ დროს მე არასდროს არ მიფიქრია, რომ რაღაცას ისეც რაც ღირებულია, მარტივად მივიღებდი.
არანაირად. არც როგორც wealthy-ის შენება არ იყო მარტივი, ძალიან დიდი სისტემატიურობა ჭირდებოდა. ტრეიდინგის სწავლა ხო ბევრად უფრო რთული იყო, რასაც დიდი შრომა, მონდომება, სწავლა, სისტემატიური გრძელვადიანი მეცადინეობა ჭირდებოდა ამ ყველაფერს, ხო? არაფერი მარტივად არ მივიღებ. მით უმეტეს მე მოსწავლეებზე კიდე არ მაქვს საუბარი და თქვენზე ხალხო, ეხლა ამ ვიდეოს რო უყურებთ, ქართულად მით უმეტეს თქვენთვის არის ძალიან დიდი პრივილეგია ეგ. მაგას უნდა ეგ უნდა გაიაზროთ რა, არ ვტრაბახობ, თავში არ მაქვს ავარდნილი, რეალურად ეგრე არის. მეც და კიდევ რავი ის ხალხი, ვისაც თავისი ინდივიდუალურ გზაზე მოუწიათ სიარული, დამეთანხმებიან, რომ ესეთი ინფორმაციას იღებთ ახლა, ეგ არის პრივილეგია ჩვეულებრივი რა. და ის რომ ეგ ხალხი თქვენ თავს მე იმის ნებას აძლევთ, რომ საკმარისი შრომა და მონდომება არ ჩადოთ ამისთვის, ხო? ეგ არის ძალიან დიდი, არა მარტო ჩემი შეურაცხყოფა, ხო? პირველ რიგში არის თქვენი თავის შეურაცხყოფა. მოსწავლეებს სულ უმეორებ და ვეუბნები, რომ პირველ რიგში უნდა გიყურდეთ თქვენი თავი და ეს თქვენი თავისთვის უნდა გააკეთოთ. თუ თქვენ იმდენ შრომას არ ჩადებთ, რაც საჭიროა ამ საქმეში, ხო? პირველ რიგში თქვენ თავს აყენებთ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ თუ აქ არა, სხვაგან სად რას შეძლებთ, ხო? აი, მაგ მიდგომით უნდა იყოთ, აუცილებლად, აი, ჩემი აზრით, რატომაც ვყავს ამდენი წარმატებული სტუდენტი, რატომაც იდება ესეთი შედეგი, ხო? ყოველთვის ყოველას პირველ რიგში ვეუბნები, ვინც დაინტერესებულია, რომ ჩვენგან ყველაზე ღირებული მოსწავლეს რაც მე აქვს, არის მიდგომა. იმიტომ რომ ამ საქმეს თავისი მიდგომა სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაც სამუშაო, სამსახური ჩვეულებრივი რა, ეს არის განსაკუთრებული ბიზნეს მოდელი. ბიზნეს, სერიოზულ ბიზნეს, ყველა დამეთანხმებით აქვს, რომ სჭირდება სერიოზული მიდგომა. ვარჯიში, პრაქტიკა, შეცდომების დაშვება, იმ შეცდომების კიდევ მუშაობა, ეგ ჭირდება ბიზნეს, ხო? ტრეიდინგიც ანალოგიურად არის რთული ბიზნეს მოდელი. ამიტომაც სჭირდება სერიოზული მიდგომა, რაც ძალიან ცოტას აქვს. მინდა ამ ვიდეოთი იმ ხალხს, ვისაც აი ეს მარცვლები აკლია იმის, რომ აი რეალურად გაიაზროს რა არის საჭირო, რომ აი ესე მოხდეს მაცხოვრებაში, აი ეს ვიდეო არის შენი ნიშანი, რომ წახვიდე და რაც საჭიროა, ის გააკეთო. ეხლა რა არის საჭირო, მოდი ვთქვათ. საჭირო არის რა? მოსმენის უნარი. მოსმენის უნარი ძალიან ცოტას აქვს. მოსმენის უნარში რას გულისხმობ? იცით, აი ძალიან ბევრი უდგება ამ საქმეში, რომ ვიღაცა რაღაცას სწავლის ეგოისტურად. ანუ რაც არ უნდა უჩიშენო ადამიანს, ხო? ბევრთან მქონია მსგავსი კონტაქტი, რომ მაინც თავისებურად ურჩევნია, რაც მის ყურში უნდა რომ შევიდეს, მაინც ის ურჩევნია რომ გაიგოს. არა ის, რაც საჭიროა, არა ის, რისთვისაც ყველაზე მეტი შრომა შეიძლება, ხო? არა. რაც თვითონ უნდა რომ თავის ყურში შევიდეს, ხო? მაგ გადაწყვეტილებას იღებს, რომ აი ეგ არის მართალი და მოდი მაგას გავაკეთებ. არა და რეალურად ქვეცნობიერში ყველამ ვიცი და ჩვენ თავთან მართლები არ ვარ და ამაზე მქონდა ადრე ფსიქოლოგიურ ლექციებში ნალაპარაკები, რომ შენ თავთან მართალი უნდა იყო და არ უნდა იყო ეგოისტი. ეგოისტი რა მხრივ ვიცით? ანუ არ უნდა გქონდეს იმის ეგოიზმი შენ ცხოვრებაში, რომ შენ ყველაფერი იცი, ხო? არა და რეალურად არც არაფერი არ იცი. და შენი მაგ ეგოიზმის გამო ზოგადად კონკრეტულად ტრეიდინგზე მოგიყვან თუ გინდათ მაგალითს, იმ დღეს რამოდენიმე დღის წინ ვლაპარაკობდი სანჯისთან ამას რა, რომ აი ზოგი მოსწავლე ვისგანაც ყველაზე მეტად მოელი რომ შედეგი დადოს, ხო? აი ზოგი რამოდენ რაღაც არიან. ვიცი რომ უეჭველი შედეგს ადებენ, იმიტომ რომ აი მაგის გადალახვა ეგეთი რთულიც არ არის რა. მაგას რომ გაიაზრებენ და თუ გინდა ამას მოусმენენ, ხო? ძალიან ბევრს აქვს ეგო. ეგო რა კუთხით, იცი? მათ თავში უკვე ის არის გააზრებული, რადგან ძალიან კარგად იციან მარკეტი და კარგად იციან ტექნიკური ანალიზი, ხო? იმის ეგოიზმი აქვთ, რომ უკვე პროფიტულები უნდა იყვნენ და უკვე ფულს უნდა აკეთებდნენ. ამიტომაც, როდესაც ყიდულობენ პროფილმის ანგარიშს და ამ ანგარიშზე ვაჭრობენ, მოგებებში გადიან ჩვეულებრივად, იმიტომ რომ მათ ამის ტექნიკური შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ მოგებაში რო არიან და აი ის დღე, როდესაც მოვა, როცა ჩვეულებრივად უნდა წაიგოთ ტრეიდი, რაც ჩვეულებრივად წაგება ტრეინინგში ნორმალურია, ხო? მაგაზე ვთანხმდებით, ხო? აი ეგ დღე რომ მოვა, მე თავში ის ვურტყავთ, რომ აი ეს არ უნდა მომხდარიყო. არა და რეალურად ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტია თუ გინდა ტექნიკური რაღაცა, რაც უნდა მომხდარიყო. და ეგოიზმი ირთვება აქ, რომ აი ეს არ უნდა მომხდარიყო, მე რეალურად უკეთესი ვარ, ძალიან მაგარი ვარ, მე თავიანთ თავზე ნევრები ეშლებათ და იწყებენ revenge trading-ს, ანუ უაზრო ტრეიდერის გახსნა და მთელი აკაუნთი ის, რავი, კვირები, რისთვისაც წვალობდნენ, რომ ეგ აკაუნთი აეშენებინათ, აი მერ დღეში მთლიანად ქრება. ეგ არის ეგოიზმი. აი ეგ არ უნდა გქონდეთ ხალხო არანაირ შემთხვევაში რა.
იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ და ვისაუბრეთ და ზოგს გაგახსენდათ თქვენი თავი და სწორ გზაზე დადგებით. ჩემი მიზანი ეგ არის ამ YouTube-ზე. მადლობა ხალხო ყურადღებისთვის, როგორც ყოველთვის ვიზრდებით და ძალიან მიხარია ეგ. თითქმის 8000 კაცზე ვართ უკვე Discord სერვერზე, ვინც არ ახართ, შემოდით აუცილებლად, ლინკი არის აღწერაში. და რაიმე ვიდეო თუ გინდათ რომ მომავალში ჩავწერო, მაქვს კიდევ რაღაც ვიდეოები და გეგმები რა ვიდეოებიც უნდა ჩავწერო შემდეგ კვირას, აუცილებლად იქნება ეგენი, მაგრამ რაიმე თუ გინდათ კიდევ თქვენ დამატებით რომ ვიდეო სახით მიიღოთ ან რაღაცა კითხვა აქვს და პასუხი მიიღოთ კომენტარებში, დამიწერეთ აუცილებლად. და ასევე ისიც დამიწერეთ კომენტარებში, ვინმე თუ იცანით თქვენი თავი და თუ ის პრობლემა გაიგეთ, რაც ახლა მე დღეს ვისაუბრე. მადლობა ისევ კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და დროებით წარმატებულ ტრენინგს გისურვებთ.